სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არსებობს. დიდება და მადლობა უკეთს ყველაფრისთვის. მადლობა რომ გვაძლევს ძალას, შეძლებას, საშუალებას, უწიროთ, სადიდებელი და სამადლობელი მსხვერპლისა. შემთხვევით უფალს ჩვენი სული სამშვიდობა, მშვიდობა ჩვენი ქვეყნისა, კეთილგონიერება თითოეული ქართველისა, თითოეული ჩვენთაგანისა და სწორად სიმართლის, სიმყვარულის გზით ვიარო, სადიდებლად უფლისა და საკეთილღეოდ ჩვენი ქვეყნისა. თავდაპირველად წუხარებას გამოვთქვათ ახლად გარდაცვალებული მიტროპოლიტ სერაფიმეს გამო გარდაიცვალა გუშინ ღამით ვიცით და შენდობა მიმართავს უფალმა მის სულს ამიტომ შეცდომებენ და დაუკროს ასწავლი მართალთან მართალი განისვენებენ და ხოლმე იქნება ყველა მორწმუნისადმი, ყველა ადამიანისადმი რომ მოიხსენებოთ ლოცვებში და ჩვენი ლოცვით შევიძიოთ რათა უფალმა მართალი დაუკროს სადაც მართალი განისვენებენ. დღეს საკითხული სახარება არის მეტად მნიშვნელოვანი, ერთობ მნიშვნელოვანი, როგორც მოვისმინეთ და იწყებოდა შემდეგი სიტყვები. ილოცებდით, რომ ითხოვდეთ და მოგეცეთო, ირეკდეთ და გაანგებდეთ, ეძიებდეთ და პოვოთ. უფალი გვასწავლის ჩვენ მოციქულებს მიმართავს და თვითონ ჩვენთაგანაც მოგვიწოდებს, ანუ თუ კი რაიმე გვინდა ცხოვრებაში ჩემო კარგებო და როგორ უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი, ამას მერტყმეობი ითხოვდეთ და მოგეცეთ, ეძიებდეთ და ირეკდეთ და გაანგებდეთ. უთუო თქვენ შორის არისო მამაო, რომელმაცო შვილმა სთხოვოსო პურიო და პურის მაგიერ ქვამისესო, თევზის მაგიერ ველი და ღრიანკალი და კვერცხის მაგიერ ველი და ღრიანკალი, ხო? და თქვენ ხო ამას არ გააკეთებთ. და თუ თქვენ ცოდვილებმა იცითო მისაცემელის მიცემა თქვენი შვილებისთვის, ნუ თუ თქვენი ზეციური მამა არ მოგცემთ იმას, რაც გჭირდება, ანუ მე უფრო მეტად მოგცემთო, ხო? მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ ითხოვდეთ. იმიტომ რომ უნდა დააფიქსირო შენი პოზიცია, შენი მდგომარეობა, აღიარებ ამ სამყაროში, შენ თვითმყოფადი არსება არ ახარ. შენ ღმერთმა მოგიყვანა, ღმერთმა გაგაჩინა, ღმერთმა მოგავლინა და მარადის ღმერთს უნდა სასოებდე და ღმერთს უნდა მადლობდე ყოველივესთვის და თხოვდე ასე და უფალი მოგცემს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ თუ პირადი, თუ საზოგადო, თუ სამხედრო განსაცდელი და პრობლემა არის ის, რომ არ ვითხოვთ, არ ლოცულობთ. აი აქედან იწყება ყველაფერი. ლოცვა გვეზარება, არადა თუნდაც ელემენტარულად ცუდად ხარ, განსაცდელი გაქვს თუ რაცა და ღმერთზე დიდი მკურნალი ვინ არის, ღმერთზე დიდი მშველელი ვინ არის, ხო? არავინ არ არის დედამიწაზე. პირველ რიგში ღმერთს უნდა მიმართოთ და ცუდად რომ წარიყოს ადამიანი, უნდა სთხოვდეს იმ მრავალი ცოდვის მოტივებას, რომელიც თითოეული ჩვენთაგანი სავსეა, ჩემი თანამდებობა, ცოდვებითა ვართ სავსე და დამძიმებული, უფალმა შემიწყალოს, პატვატიოს და ლოცვის სახე არის სამი სახე, ვიცით ხო? არის დიდებითი, როდესაც ვადიდებთ უფალს იმ ყველაფრისთვის, რაც გაგვაჩნია, მადლობთ უფალს და შემდეგ მესამე ფორმა არის თხოვვითი ფორმა, რომ ღმერთო შემეცია, ღმერთო მომიტევე შეწოდება, ღმერთო დამიფარე, ღმერთო კარგად მადლობი, ჩემი შვილები, ოჯახი, ქვეყანა და დღეს აწუხარო მრავალი ადამიანი ამბობს, რომ ლოცვა არ ჭირდება. არიან ესეთი პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სასულიერო პირების მოვისმინეთ ალბათ, ყველამ მე ლოცვა არ ჭირდება. გამიდა გითხრათ, ჩემო კარგებო. მრავალი ადამიანია და ყველას დღეს ვეღარ გაიგებ ვინ არის და ვინ სადა, მაგრამ ჩვენთვის ორიენტირი, ბარომეტრი, ჩვენი განსაზღვრული მოქმედებისა იყოს სახარება და უნდა იყოს და ესეც არის, ხო? ამიტომ რას ამბობს სახარება? ქრისტე ამბობს სახარება. ქრისტეზე დიდი ხო ასეთი უძღვარი არავინ და ქრისტე გეუბნება მიიღო
ითხოვდე და მოგეცემა, ირეკდე და განგეხება, ეძიებდე და ყოფე. ამაზე მარტივად, აი როგორ უნდა თქვას, ამას აღარ ჭირდება ზედმეტი, ასე რომ თქვა, განუცობა და გაგრძელება და ახსნა. ანუ აუცილებელი ყოფილა, რომ ვითხოვო, რომ მოგვეცეს. აუცილებელი ყოფილა, რომ თუნდაც ის მატერიალურიც რაც გჭირდება, მატერიალურზე ბევრად მეტი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი უნდა უნდოდეს ადამიანი ღმერთთან, როდესაც მინისთა ლოცულობს, მაგრამ ისიც კი იყო, რაც პირველია ხოლმე, როდესაც მაგას ვითხოვ, ისიც ღმერთით უნდა მოგვეცეს. ფულში, სიმდიდრეში, თანამდებობაში, მაგრამ იდეალ იმასაც მოიპოვებენ, მაგრამ ვერ არის ბედნიერები, თუ ქრისტესთან არ არის. ეს იმას ამნიშნავს, რომ ან ერთი ცუდი, ან მეორე, ან მესამე. ეს ყველაფერი საჭიროებებია, მხოლოდ და ღვთისგან მომადლებული პასუხისმგებლობა, თანამდებობაც, ის თანხას თუ შესაძლებლობა, მეტი სიკეთის საკეთება. ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ხშირ შემთხვევაში და უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რომელსაც თუ ვერ გამოიხენებ, პირიქით სასჯელად მოგეცემა, ხო? მაგრამ ამ ყველაფერსაც ღმერთი გაძლევს. მაგრამ ამ ყველაფრის სიკეთ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა გვინდოდეს ქრისტესთან ყოფობა, იმიტომ რომ ბედნიერების სათავე, საწყისი და ყოველივეს სიკეთის და სიხარულის საწყისი არის ქრისტე. ქრისტეს გარეშე ყველაფერს ფასი ეკარგება, არაფერს არ წარმოადგენს. ჩვენ ტაძარში აი იმ 60-ზე მეტად, იმ თუნდაც ცოდვაზე მოტივებაზე მეტად ქრისტესთან ყოფნა უნდა გვწყურობდეს. ქრისტე უნდა გვწყურობდეს ისე, როგორც მომაკვდავს უდაბნოში წყალის წვიმი. წყალი რო არის, აი ხო არ შეუძლია წყლის გარეშე და წყალი რო აწუხებს. აი ესე უნდა უნდოდეს ყველა ადამიანს ქრისტესთან მიშვა და ქრისტესთან ყოფნა. ეხლა ისნება კითხვა, რომ ჩვენ დაგვიტოვა უფალობა, საშუალება, ეკლესიის დანიშნულება, თავარი არზი და აზრი არის ქრისტეში ცხოვრება, როგორ ზიარების საშუალება. ჩვენ გვაქვს საშუალება ამხელა მადლი და წყალობა უფალმა მოგცა, რომ ყოველ კვირა ქრისტე ჩვენში შემოვიდეს. ყოველ კვირა სამორწმუნე საქმიანობა და საშუალება და შესაძლებლობა, რომ ეზიარებოდეს და წმინდანები გვეუბნებიან, რომ ამის გარეშე ჩვენ არაფერს არ წარმოვაგვიყვანთ. ეს არის ცდა და გადარჩენა. და დღეს როგორი მოცემულობა გვაქვს სამწუხაროდ ადამიანების უმეტესობას ხსნა გონია ზოგსად და ზოგსად და ვინც ტაძარში იმათაც კი ძალიან მეორე მორწმუნე ვიცი, რომ დადის და თვითონ არეზე არის ან წელიწადში 3-ჯერ და 4-ჯერ. ეს ტრაგედია არის მიგეთო. აი ეს არის მიზეზი ყოველგვარი განსაცდელებისა, ყოველგვარი უმეტურებისა, რაც არის. იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ვერაფერს ვერ გააკეთა. და როდესაც არ ეზიარები, როდესაც არ მივიხარ, როდესაც არ ლოცულობ, შენ თვითონვე ამბობ მაგ ყველაფერზე უარს. რასაც ბედნიერება გვი, რასაც სიხარული გვი. აი ჩვენთან მოსულა ადამიანი და უთქვია, რომ ეზიარება სისტემატიურად ჩვეულებრივი გლეხი ადამიანია. მამაო, რაღაცა მიხარეო, სიხარული თამაკო, გულის ავსდა, ვერ ვიგებო რა ახლა. ვთქარ, ეგ არის ქრისტე. ეგ არის ზუსტად ის, რომ ჩვეულებრივი პრობლემებიც აქვს. არავინ არ გითხრათ, რომ ტაძარში მიხვალ და პრობლემები გაქრება. არ გაქრება. იმიტომ რომ ამას ქრისტე არ იცახებს. პრობლემები სულ იქნება. პირიქით ქრისტე გვეუბნება, რომ ვინც ჩემიანია, ვინც ჩემთან ერთად არის, იმას დევნიან, სამჟალოზე გადასცემენ, ტანჯავენ. მაგრამ არ გტკივა ის ტკივილები. იმიტომ რომ ქრისტეა შენთან. და აი ეს სიხარულია და ამ სიხარულს არიან მოკლებული ადამიანები თავისივე ნებით, ანუ ქრისტე კი არ აკეთებს ამ სიხარულს. ქრისტე მოვიდა ჩვენთან. დავიცადოთ ის სახარება სამარიტელისა დედაკაცისა, სადაც ქრისტე, ის ქრისტე სამი თემა, დიდი თემა არის, მაგრამ იქიდან ერთ-ერთი ფრაგმენტს ამოვიღე, სადაც ამბობს, რომ წყალია მწყურია, წყალი დამალევილია და იქ დიალოგიც გაიმართება ვიცით კარგად, მაგრამ ბოლოს ეს გაყურებული მეკითხება ეს გავიო რა მე ისე წყალ დაგალევი უფალეობრივი რომ რომელსაც თუ გალე აღარასოდეს არ მოგწუხდება და განფერას ყალი გამოვინო ისეთი ისმით განა რა უნდა დავლიო და წყალი რომელსაც მე დაგალევინებ ჩემი სისხლია ისევე სხვაგანაც ებრაელებს ეუბნება ვინც ჩემ
სისხლს დალევს და ჩემ ხორცშე ჭამს პირდაპირ ასე წერია იოანეს სახარების მე-6 თავის 47-47 მოხლები წაიკითხე. მე თქვენ გაძლევთ მამა თქვენებმა ჭამეს მანანა უდაბნოში, მაგრამ მოკვდნენ. მაგრამ მე თქვენ მოგცემთ ისეთ საჭმელს, რომელსაც თუ შეჭამ არ მოკვდებით არასოდეს. და ეს საჭმელი ჩემი ხორცი და ჩემი სისხლია. პირდაპირ ესე წერია, არავით არ გადატანითი და ესეთი მნიშვნელობა. და ჩვენ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცი მოგვეცა პურისა და ღვინის სახით, რომელიც კურთხევის შემდეგ, როდესაც გვერდი ლოცვას კითხულობს, ის გარდაექცევა, თქვენ ესე ხედავთ. მაგრამ ისრაელში ხორცი და სისხლია ქრისტესი მოგეცემა და მრავალი ადამიანები განკურნებულან, სიმსივნიანები განკურნებულან, მე მინახე პირადად. ეშმაკეულები განკურნებულან და მრავალი დაავადება და უმარცხება დღესაც კარგად არის, ხო? რაც ესე ერთო ყველას უხარია, კარგად ყოფნა ჯანმრთელობა, მაგრამ ამაზე მეტად დიდი არის ის, რომ ქრისტე შემოვიდა სულში და რომც გაიყვანოს ესეთ მდგომარეობაში ადამიანი, ის ბედნიერია. და ეს რამდენიმე დღის წინ მე მქონდა ჩემს სოციალურ გვერდზე გაზიარებული ერთი ესეთი ამბავი, სადაც მამა მიქაელი ყვება 20 წლის წინ მომხდარ სასწაულზე, რომელიც სოფელ შილდაში მოხდა ჩვენს ეპარქიაში, რომ გარდაცვლილი ადამიანი გაცოცხლდა, რომელიც იყო არაეკლესიური, იყო მონათლული, მაგრამ კარგი კაცი იყო, როგორც ამბობენ, მაგრამ არ იყო მაზიარებელი. და ესეთ რაღაცას ყვება მამაო ძალიან მოკლედ ვიტყვი, რომ სუფრაზე ვიყავით ვერცითვით მოძღვრები და მოვიდა ადამიანი და ვლებ რომ ჩქარა საზიარებელი ადამიანი და გაცოცხლდა და ზიარებას ითხოვს. გესმით რა ხდება? გამხელა მნიშვნელობა და რომ მივიდნენ იქ რომ მივიდნენ ესეთ რამეს ეუბნება რომ გარდავიცვა მე ვიყავი იქო და ვიდან ხავრებელოს რომ მითხრა წადი ეხლა აღსარება ჩააბარა ეზიარა და აღსარება ჩააბარა აზიარა და ერთ საათში გარდაიცვალა და მამაოც მაგას ეძახის რომ ისეთი ბედნიერი სახით იყო რომ მე თვითონ გაოცებული ვიყავი. გესმით რა ხდება? აი ამ ხელა მნიშვნელობა გზიარების მადლს. უდიდესი ძალა აქვს ლოცვას კიდე. ლოცვა ერთმანეთისთვის უნდა ვითხოვოთ. ერთმანეთისთვის უნდა ვილოცოთ. მარტო ჩემი თავისთვის არ. უფალი ბრძანებს, სადაც 2 და 3-ია ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის. და ერთმანეთის ლოცვით ის მეოთხე განიკურნება. აი მე მგონი ესეთი შემთხვევა მივიყვანეს ერთი ადამიანის საზიარება და დედამთილი ხავდა ცუდად და ფიზიკურად გათიშული იყო, გონებრივად გათიშული იყო ესეთი ადამიანის ზიარების უფლება არ აქვს, თუ გონებაზე არ არის, თუ რაღაც ორი შემთხვევა მაინც არ გიქნება, ცოდვილი, ცნობიერებაზე თუ არ მოგება. მეთხარი მე ვაზიარებ ეს ადამიანს. და ძალიან მიხოცავთ, ანუ დედამთილი ხავდა ცუდად და ძალიან და მეთხარი არ შეიძლება, უბრალოდ მეთქი მოდი პარაგლის გადავიხდი. შემცილოზე შემთანხმდა და იქნებ უფალმა შეისინდეს ჩვენი ლოცვა და მოხდა სასწაული მარტო აი ამ ქალის ლოცვა. გონსმოვიდა ეს ადამიანი. აზიარა და გადაიცვალეს. ახალ ნაზიარები. ყოფილა ესეთი შემთხვევებიც, რომ ნაზიარები გამოსულა და დღესაც ცოცხლები არიან. 92 წლის ქალი აქვს ერთი. და დღესაც დადის და იზახის რო შენ მე კი არ გადავარჩინე ქრისტემ გადაარჩინე. აი ეს არის ის რაც უნდა ვიცოდეთ ქრისტეს შესახებ. ხსნას დღეს დაყოფილია ერი ნაწილი ევროპაში მიდის, ნაწილი კიდე თვითონაც არის ის საქმეების ხსნა არის ჩვენში, ხსნა არის აქ ქრისტეში. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეში, ქრისტესთვის და ქრისტესთან ცხოვრებით დაკავშირებით. მეტი არაფერი. მეტი არაფერი დამიჯერეთ. აი აქ არის ხსნა და თუ ყველა, თუ კი მთელი ერი მოვა, თუ კი ითხოვს გადარჩენას, თუ კი ამ ითხოვსში ნიშნავს იმას, რომ თუ კი დაიწყებენ ლოცვას, თუ კი ეზიარებენ ყოველ კვირას, ყოველი მართლმადიდებელი წირვაზე იქნება კვირაში ერთი დღე და ეზიარება დამიჯერეთ, რომ სასწაულები მოხდება. აბსოლუტურად ყველაფერი ის რაც ჩვენ გვინდა მოგვეცემა უფლისაგან, სული საწყობება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაც გვინდა, გამთლიანებაც გვინდა და ყოველი ხო მოგცემს უფალი ამას. მაგრამ ჯერ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. უპირობოდ არ ხდება ეგრე. იმიტომ რომ შენ თუ ეშმაკისკენ მიდიხარ, არ მოგეცემა.
ანუ შენ ქრისტიანი ქვია თან ჰელოუინებს აღნიშნავ არ მოგეცემა. რანაირად უნდა გამრავლდე, როცა აბორტების რაოდენობით პირველ ადგილზე ხარ. რა გინდა რომ დღეს აგერ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მიგრაცია და არაბიზაცია. ხო, გვეუბნებია რომ ეკონომიკური წინსვლისთვის აუცილებელია რომ თუმე ინვესტიციები უნდა ჩავარდეთ. და ჩვენი წინაპარი რასაკეთებდა ამ დროს? ანუ უგუნური იყო ჩვენი წმინდა დავითი და კონსტანტინე რომ ეწირებოდნენ რატო შეეწირნენ დიდება მათ სახელს და შეგვეციოს რომ მათი ლოცვი გონსმოვიდეს ქართველი. ანუ ამათი ლოგიკით ესე გამოდის. ანუ მაშინ არის ინვესტიცია, როგორი? მაგრამ რატო ხდება ხალხი? იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არა ეკლესიური ცხოვრებით, მოახსარება, უზიარება ცხოვრობს, იმას გონებას არ აქვს ეშვა. და ვეღარ იგებს საიცავდეს და რა გააკეთოს. და კიდე არის ხოლმე ესეთი მოწოდებები, თავში ჩამოდექით რაღაცა. არ ხდება ეგრე. ვიღაცები ჩვენგან თეოდორეობას ითხოვენ და თვითონ ნუ 200 რობინია სამშობლოს მაგაზე არ ლაპარაკობ. აზარში მოსვლა აი ეს არ უნდა. ჩვენ თავში ვდგევართ. ყოველ კვირას ზარები გარეკეთო, ზარებს ვეკავთ ყოველ კვირას. რომ მოდით. ზვარაკი დაგმულია და მოტანილია თქვენთან. მიიღეთ. ქრისტე გეუბნება და ახლა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა, ვიდრე ახსოვდეს სოფლის. ადამიანები ხსნას ელიან ეკლესიიდან, მაგრამ ეს ხსნა უკვე მოცემული გაქვთ თქვენ 2000 წლის წინ მოგცათ ქრისტე და ჩვენი მოძღვრების საშუალებით გეძლებათ დღესაც. ქრისტესგანაც ამასებდა. ებრაელები რატო არ მიიღეს ქრისტე როგორ გიქნათ? ხსნა უნდათ რომელებისგან, გაბატონება უნდათ დანარჩენი თელევის საქმეზე რა ქვია. სამყაროზე და რომელებისგან გაითავისუფლება. ეგეთი მე მეუფე და ეგეთი მეთი არ უნდა როგორც ქრისტე. დღესაც ეგრეა. და მე გეტყვით თქვენ, რომ ეს არასწორია. ჩვენი მოვალეობა რა არის? ჩვენი მოვალეობა არის ლოცვა, მარხვა, თქვენ რომ მიგიყვანოთ ქრისტესთან, მხილება, სიმართლის თქმა, რომელსაც აკეთებს ეკლესია შეძლებისთან გვართან გამომდინარე, ჩვენი შეძლებიდან კი ბატონო ეს თეოდორეობას ერთმაინებოს რომ ვიყო თეოდორეები, მაგრამ არ ვარ თეოდორეები, სოდვილი ვარ. მაგრამ მოდით რაც გაქვთ, აქედან დაიწყე. შენც დადექია. თორე თუ ამას არ გაიგე, თუ ქრისტესთან არ იქნები, თუ შენ ქრისტეთი გაძლიერებული არ იქნები, მე რომც ვიყო, მე ვიქნები თუ სხვა იქნება თეოდორე და ვიტყვა რომ აბა წავედით, ვიბრძოლოთ მეთქი. ზურგიდან დანაზდამართვა, იმიტომ რომ 200 არ გაიგე. ეგრე იქნება. ჯერ აქ მოდი და დამიჯერეთ რომ ყველაფერი ისე დალაგდება, მე თეოდორემიც გამოჩნდებიან და კიდე იმაზე მეტიც. ჯერ აქ მოდი, შენ აქ მოსვლა არ გინდა, კაცო და შენ მომიწოდებ, გუში რო 200 და სამშობლო გამიდე, დღეს მე მომიწოდებ რომ გამოდი და ჩამოდები საკავშირო, ხვალ კიდე 100 გამიდე 400. მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ტაძარში მოდი, აქედან დაიწყე, შენი თავის განსწორებიდან დაიწყე და ღმერთი შეგვეცნო. რა მოხდა წალის ისული? რატომ დაისაჯა მე ქართველი? ახალი არაფერი არ ხდება. რაც ქართველი ერთ წმინდანები ყოლია და ყავს. შეიძლება არც ერთ საყოლი ამდენ. თეოდორევიც ყავდა, დემეტრემიც, ერეკლენის აღმაშენებლებიც, რა ვიცი, დიდება უფალს მართლა თურქი ვინმე იტყვის ხოლმე რომ ღვთისმშობლის წუწდომობა ეგ არის. რომ გვაძლევდა ყოველთვის აი ამდენ წმინდანს, ამდენ გამორჩეულ ადამიანს, მაგრამ რა მოხდა? დაიძახეს აი თეოდორევის იქ წანისიშვილში და მეფე გამოვიდა, დიდი და გმირი წმინდა მეფე არის. წმინდად არ არის შერაცებული, რომ ჩემთვის ერეკლე წმინდანად დიდია, უდიდესი მეფე არის. მაგრამ რა მოხდა? შევატოვეთ ტერს და 5000 კაციც არ ყავდა მეფეს ომში და რამდენიმე ხანში 20000 მხედარი მიაცილებდა სვეტიცხოველში, ესე ხელი ჩაიტანეს, ჩაასვენეს, რომ დაგზავნეს, რომ რა მაგრები ვარ თურმე არა, როგორი მაგრები ვარ ხელი თქვა, რაში ჭირდებოდა მეფეს ხელი ტარება იქ ომში გამოსული ხდება. აი ეს არის და ამაში ახალი არაფერი არ ხდება დღესაც. ანუ ჩვენ თუ გვინდა ხსნა, გადარჩენა, აქედან უნდა დავიწყოთ. ტაძარში უნდა მოვიდეთ და თავისთავად მე ყველა უნდა დავდგეთ ერთად არაბიზაციის წინააღმდეგას და ყველაფერს წინააღმდეგ, რომ არ შეიძლება ქართული მიწის გაგება. უწმინდესობა ბრძანა, რომ არა უფლება არც მეფეს, არც პატრიარქს
არავის არ აკუთვნებდა რომ ქართული მიწა უცხოელებზე გაგიგოს. ეს არის ლოცვა კურთხევა, ყველაზე მოცემული. ყველას ეხება ეს. მღვდელსაც, მღვდელმთავარსაც, ერისკაცსაც პატრიარქმა ეს გითხრა და შენ წახვედი და მაინც ვიც მიწას გიგიტის იმას დაუწევი ვერზე და ეხა მეუბნები რომ გამოდიდა ჩამოდეგის ადავაში. რა გინდა რომ გავიგეთ? ასე რომ ყველა უნდა დავდგეთ ერთად, აუცილებლად უნდა დავდგეთ დიახ და შევეწინააღმდეგოთ ქვეყნის გაკიდოს უცხო ტომებებზე, იმიტომ რომ თუ ეს დაუშვი სასჯელი იქნება დიდი და ღმერთმა მოიყოფი, ღმერთმა დაგვიყვანოს და დაგვიწვევს, დაგვეძლიეროს თვითონ ჩვენთან კეთილგონები რომ მოგვეცეს, რათა არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელზე, იმიტომ რომ აი ეს კიდლებია, მისი დასტურია, აი აქ კეთილგონ დედოფალი, რომელიც ამ ყველაფერს შეეწირა. ჩვენი წმინდა წინაპრების სისხლით არის ეს მორწმუნე, ტაძარი და ეზო და ყველაფერი და შენ ამბობს ხიდი იმითი იმართებ თავს რომ ინვესტიციები და რავი მაშინ ისინიც მაგ ინვესტიციის გამო აღარ დაიხოცებოდნენ. ასე არის რა. მაგრამ ეს ყველაფერი რომ შევძლოთ ჩემო კარგებო, აუცილებელია რომ ჯერ სულიერი ცხოვრება დავიწყოთ. ჯერ ტაძარში მოვიდეთ, ჯერ ლოცვა დავიწყოთ. ჯერ ყოველკვირა ქრისტიანები ესიარებოდნენ და მერე დამერწმუნდნენ აღარ დაგჭირდება არავის ჩადგომა, იმიტომ რომ ქრისტე ჩაგიგება და ქრისტე იქნება თქვენი წინამძღვარი. შეგვეციო სუფალი, ღმერთმა დაგვიწვევ, ღმერთმა გაკითხოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ჩვენი ყოველი წუთი, ყოველი წამი, ყოველი სუნთქვა იყოს მხოლოდ ქრისტესთვის, მხოლოდ ქრისტესთან და მხოლოდ ქრისტეში.